მე ახლა პატარა ბავშვები მყავს ახლა, რაც მომცა ღმერთმა, რაც მე ვერ მოვასწარე თამაშის დროს, ოპერაციები, რაც ვერ გამოვიყენე ჩემი ნიჭი, რაც მქონდა მე. ახლა მე ვაწვდი პატარა ბავშვებს. ხო და რაღაც პატარა სკოლა მაქვს გახსნილი 55 სკოლაში, სამწუხაროდ მინდოდა ჩემი სკოლა რომ მქონოდა, მაგრამ არ კეთდება და ეს უკვე შორს წაგვიყვანს, მინდოდა რომ ჩემი სკოლა რაღაცნა. ხო, რა თქმა უნდა, შორს წაგვიყვანს, არ მინდა ამ თემაზე ლაპარაკი, მე ბავშვებზე ჩამოვაყალიბე. რა ვიცით, 2-3-10 წლის უკან ძალიან ბევრი ბავშვები დადიოდნენ ჩემთან ვასწავლი, რაც მე ვიცი, რაც მე თავში, რაც მე ვერ გამოვიყენე ჩემ დროს, ვაწვდი და ეს ჩემი საქმეა, ხო, რაც მე ვიცი, სხვა საქმე ნამდვილად ახლა და ახლა ბოლო 2 წელი, აი შარშან მაგალითად, აი თქვენ გეტყვით ყველა გადავიდა ფეხბურთზე და ზუსტად აი მშობლებზე ჩამოვარდა ლაპარაკი, ზუსტად აი ამ თემაზე მინდა ახლა გითხრათ. რამოდენიმე მშობლებს შევეკითხე, გამოვიძახეთ, შენთან იყვნენ სახლში, მეუბნები, მეთქი, გააკეთებთ ეგეთ რამეს, ხო? მაღალი ბავშვია, 5-6-7 წლის ბავშვი, უკვე სიმაღლეში მიდის, არა და თვალი ისეთი მაქვს, უკვე გამოცდილება მაქვს მე, ხო? ამისგან რა თქმა უნდა 100%-ით ვერ იტყვი შენ ახლა იმ ბავშვზე, რა თქმა უნდა NBA-ში წავა თუ არა, ევროპის ერთადერთ გუნდში, ხო? მაგრამ ვიცი, რაღაცნაირად ვხედავ, რომ სწორი ფეხები აქვს, ისარივით, ხო? ფეხბურთელებს ახლა მაპატიეს ფეხბურთელებს ცოტა სხვანაირად დაბლები, რაღაცნაირი აი ესეთი. ხო და მეთქი, გაუშვებთ, გააპუჭებთ ბავშვი, ხო? რა ფეხბურთელი, რა ფეხბურთი, რის ფეხბურთი? არაო, აი მაგალითად ერთმა თქვა გუშინ წინ კლასში შევიდა და კლასში ვიღაცა გადავიდა ფეხბურთზე და ყველა კლასელებს უთხრა, აი მე ხავ და ყველა თელი კლასი გადავიდა ფეხბურთზე მასიურად. მეთქი და თქვენ სად იყო, აი რაც ბავშვი რასაც ითქვის იმას მეთქი ესე არ შეიძლება. აბა მამა რისთვისაა მშობელი ხო უნდა ასწავლოს, რაღაც ხო უნდა დააკვალიანოს გზა, ხო? სწორ გზა. მეთქი არ რა ვქნათ სამწუხაროდ ბატონო ჩემო, რა სამწუხაროდ ყველას მოუნდათ, ეხლა მე ვიტყვი ამ სიტყვას, არც ყველას მოუნდათ კვარაცხელია მომწოწმე როგორც მათამაშე, ყველა არ გახდება კვარაცხელია, მაგრამ ყველას მოუნდათ, ყველას მშობლებს უნდათ, რომ ყველა გახდეს კვარადონა. დაინახეს ეხლა მე რეალურად ვიძახი, ეხლა არა მე მგონი საწყინად არავინ არ ეწყინებათ ეხლა ფეხბურთელებს, მაგრამ უყურებენ ახლა ამხელა ფული, ამხელა თანხა, ამხელა შემოსავალი, ესეც ბუნებრივია. ყველაფერი ხო, ეს ბუნებრივი, ხო, გასაგებია. მაგრამ რეალურად უნდა შევხედოთ, ხო? სად, როგორ, რომელ სპორტში უნდა შეიყვანო შენი შვილი, თქვენი შვილი. და ამის თქვა მინდოდა მე, ამიტომ ცოტა მშობლები იმაშვები. დაძალებას აქვს აზრი ბატონო ნიკოლოზ, თუ არ უნდა ბავშვს. დაძალება არ შეიძლება არავითარ შემთხვევაში.